მოგესალმებით. წინა ეპიზოდში საუბარი იყო სხვადასხვა ტექნიკაზე, რომელიც გვეხმარება ტრანსფორმაციის გზაზე და საკუთარი თავის შემეცნების პროცესში. თუმცა ძალიან ზოგადად იყო საუბარი და აი ამ ფორმატში უფრო კონკრეტულად ძალიან გამიჭირდება კონკრეტული რჩევების მოცემა, თუ რომელი პრაქტიკა, რომელ ადამიანს უფრო შეესაბამება, ამისთვის გირჩევთ რომ მიმართოთ ასტროლოგს, მაგალითად შეგიძლიათ მიმართოთ ნიკოლოზ ნავინს, ან ჩემთან ჩაიწეროთ და კონსულტაციაზე და ასტროლოგს აქვს საშუალება რომ აი პირადი რუკის ანალიზით თუ რა კარმული პროცესები მიმდინარეობს, რა გვეხმარება, რა ხელს გვიშლის ამ პროცესებში, აი ამის ანალიზით გირჩიოთ უფრო კონკრეტულად პრაქტიკა, მოგცეთ უფრო კონკრეტული რჩევა. ეს ვიდეოთი ძალიან რთული არის, ამიტომ გირჩევთ რომ მიმართოთ ასტროლოგს ან ნებისმიერ საშუალებას, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ სწორი ტექნიკის შერჩევაში. თუმცა ტექნიკის ასარჩევად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაინც ის რეზონანსი იგრძნოთ, იმიტომ რომ ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ, თქვენი უნდა იყოს, თქვენ უნდა იგრძნოთ, შეიძლება გარედან ასტროლოგმა, მეგობარმა, თუ მასწავლებელმა ვიღაცამ გურომ რაღაცები გვირჩიოს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც ჩვენი მისაღებია. ამიტომ საბოლოო სიტყვა მაინც ჩვენზე არის. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ, შეხედეთ და შეიგრძენით, ასე რომ ვთქვათ, ეს ტექნიკა და იმის მიხედვით აირჩიეთ და დაიწყეთ დაპრაქტიკება. არჩევის დროს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ ეს ტექნიკა საიდან მოდის, ანუ ვისი ტექნიკაა, ვინ მოიგონა, გუშინ წინ ვიღაცამ გამოიგონა, არის ძველი, არის ახალი, ვინც გამოიგონა, ვინც გაავრცელა, თვითონ რა ცნობიერების მდგომარეობაში იმყოფებოდა, აი მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მასწავლებელს, ვინ ასწავლის ამ ტექნიკას. აქ ასარჩევად ესეთი პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი თუ როგორ შევარჩიოთ მასწავლებელი არის ის, რომ მასწავლებელს არ უნდა ქონდეს ცეცხლი. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით მას არ უნდა ქონდეს ბრაზი, ამ ცეცხლს გულისხმობ. ის უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდი და როგორც ამბობენ სულიერ პრაქტიკებში მნიშვნელოვანი არის მასწავლებელი იყოს ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში. შესაბამისად, აი გაითვალისწინეთ, დააკვირდით, შეისწავლეთ, მოიძიეთ ინფორმაცია, დასერჩეთ, დაგუგლეთ, ხელოვნურ ინტელექტს კითხეთ, მეგობრებს კითხეთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც თქვენ მიიღეთ და ეს ორი ყველაზე მარტივი კრიტერიუმი რომ დაგეხმარებათ, რომ შეარჩიოთ სწორი ტექნიკა. თუმცა, რა ტექნიკაც არ უნდა გააკეთოთ, რა ტექნიკაც არ უნდა დააპრაქტიკოთ, ერთი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ უნდა დაიხარჯოს ის, რასაც ვიღებთ ტექნიკებისგან. აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. მივიღეთ სიმშვიდე, მივიღეთ ენერგია, მივიღეთ რაღაც თუნდაც ნებისმიერი გაუმჯობესება, ბენეფიტი, რომელსაც გვძნობთ და აღვქვავთ და ეს აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. აი მანდ არ დაუშვათ შეცდომა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უშვებს მანდ შეცდომას, როდესაც რაღაცა სხვადასხვა ტექნიკებით მიდის რაღაცა მდგომარეობამდე, თუნდაც სიმშვიდის მდგომარეობამდე იწყებენ ამის შენარჩუნებას, ტელეფონებს გათიშავენ, ნელფარდებს ჩამოაფარებენ, მეზობლებს ხმას აღარცემენ, იმიტომ რომ რამენერად შეინარჩუნონ და არ დაეხარჯოთ ეს რაღაცა სიამოვნო შეგრძნება, რომელიც წამებით ძლივს მიაღწიეს. თუმცა ეგრე არ მუშაობს ეს პროცესი, რასაც უფრო მეც გასცემთ, უფრო მეც მიიღებთ, იმიტომ რომ სამყაროს, ბოლო-ბოლო სამყაროს მოწყობის ერთ-ერთი კანონი არის ეს და ამ შემთხვევაშიც მუშაობს. შესაბამისად, რაც არ უნდა მოგწეს ტექნიკა, იქნება ეს სიმშვიდე, იქნება ეს ენერგია, თუ რაც არ უნდა იყოს, უნდა დაიხარჯოს. უნდა დაიხარჯოს ქმედითად. ამიტომ პირდაპირ გაგებით იაქტიურეთ, მიიღეთ რაღაცა ენერგია, თუნდაც მედიტაციისგან, ან იოგისგან, ან რაღაცნაირი სხვადასხვა ტექნიკისგან დახარჯეთ. ეს დახარჯეთ აქტიურობაში. აკეთეთ თქვენი საქმე. სამსახურში იქნება ეს, სახლში იქნება, ბავშვთან ურთიერთობაში იქნება, სპორტი იქნება, უბრალოდ სეირნობა, ხატვა, ცეკვა, თუ რაც არ უნდა იყოს, ეს უნდა დაიხარჯოს. და რომ დაიხარჯება, მე რეგუსე გვაქვს ტექნიკა, რომ შევავსოთ, დავხარჯავთ, შევავსებთ და ეს უფრო გვეხმარება, უფრო სწრაფად და უფრო სტაბილურად რომ გავიაროთ ტრანსფორმაციის პროცესი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე სიმშვიდე. მიიღე სიმშვიდე, მიიღე რაღაცა სიყვარულს გრძნობ, ამ განიცდი ამ მდგომარეობას და ვიღაცამ ენერგიები მოგიშალა, არა უშავს. წაიღოს, დაждები ისევ შეავსებ და ამ კონტრასტებით უფრო სწრაფად მოხდება განვითარება. იმიტომ რომ დავაკვირდეთ ამ სამყაროში, სამყარო რაღაცა პატერნებით რაღაც ციკლებით მუშაობს და ძალიან მარტივი დასაკვირვებელი არის ღამე, დღე, ხო? ღამეს დღე ენაცვლება, ღამე თელი სამყარო ისვენებს, დღე თელი სამყარო აქტიურდება.
დასვენება, აქტიურობა. შესაბამისად, მედიტაციები ეს არის დასვენება, ხოლო ამას უნდა მოყოს შემდეგ აუცილებლად აქტიურობა. იმოქმედეთ, გააკეთეთ, რაც თქვენი გასაკეთებელია, იმიტომ რომ ამ სამყაროში იცვლება რაღაცები ქმედებით, ქმედების გარეშე არ იცვლება. სხვანაირად რო ვთქვათ, კარმა არის მოქმედება და კარმა რო შევცვალოთ, უნდა დაუპირისპიროთ შესაბამისი მოქმედება, საწინააღმდეგო მოქმედება. მაგრამ ამას სჭირდება ხელის განძრევა და ხელი როგორ უნდა გავანძრიოთ, ამის უნარს, შნოს და ენერგიას გვაძლევს ტექნიკები, მაგალითად მედიტაციები, მაგრამ მე აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. მოკლედ ესე რო ვთქვათ, რასაც უფრო მეტს დაიხარჯებით და რაც უფრო მეტად დაიცლებით, უფრო მეტად შეივსებით და ეს დაცლა და შევსების პროცესი უფრო მეტად დააჩქარებს თქვენ ტრანსფორმაციას, თქვენ ევოლუციას და უფრო მშვიდად, მყარად და სწორად გავივლით ტრანსფორმაციის გზას.